ჩამოვიდით პოლონეთში საინვესტიციო უძრავ იქონების გამოფენაზე, რომელიც უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს და წამოდი დავათვალიეროთ რა ხდება შიგნით. აქ არის წარმოდგენილი კვიპროსი, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, საუდის არაბეთი, ომანი და სხვა ბევრი საინტერესო ქვეყანა, სადაც აინვესტირებენ ინვესტორები თავის დანაზოგებს უძრავ ქონებაში. დავეცანით მათ საინვესტიციო პროექტებს, ბევრი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთეთ და ბევრი კარგი პარტნიორი შევიძინეთ. საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი შევადარეთ ევროპულ ბაზარს და აღმოვაჩინეთ, რომ რიგ კომპონენტებში საქართველოს საინვესტიციო გარემო უფრო მარტივი და დახვეწილია. ჩვენი ევროპელი პარტნიორები გაკურებული გვიყურებდნენ, როცა მათ აუხსენით, რომ ერთ დღეშია შესაძლებელი საქართველოში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უძრავი ქონების შეძენა და მის სახელზე გაფორმება. გამოფენის ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადაუხდით ესეთი საინტერესო და კარგად ორგანიზებული ღონისძიებისთვის, მაგრამ წავაწყდით ერთ ძალიან დიდ პრობლემას. აქ წარმოდგენილი კომპანიებიდან და მათი თანამშრომლების 80% არ საუბრობს ინგლისურად და ეს ენის ბარიერი დიდ პრობლემად გვექცა მათთან კომუნიკაციის დროს.